ვარჯიშობს იგი MMA-ს და მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ A კატეგორიის შეჯიბრებზე. ესე იგი MMA-ს ვარჯიშობს ბავშვობიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქნება მხოლოდ სტრაიკინგი, არ იქნება მხოლოდ ჭიდაობა, ის აურევს ამ ყველაფერს და საინტერესოა mixed martial arts. კი, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ასე რომ დაველოდოთ პირველი ბრძოლა არის, ხო? 0-0-ზე რეკორდი. 0-0-ზე აქვს რეკორდი. შესაბამისად, მისი პირველი ბრძოლა არის TFC-ს ოქტაგონზე. პირველ რაუნდს დაიწყებს -1 ქულით. Ladies and gentlemen, we move on to the main card. The stakes get higher and the fighters are locked in. Let's get ready for the main card. This fight is 3 rounds in the TFC featherweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, a fighter making his debut in the TFC. He is part of one of the best fights in TFC history. He is known for his fast combos, weighing in at 61 kilograms. Weighing in at 61 kilograms. Fighting out of Tbilisi, Georgia, Luka Kharibova. Georgi Jikia. And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, a mixed martial artist with a record of 1 win and 0 losses in the TFC. One of the best strikers in the TFC featherweight division, weighing in at 67 kilograms, representing Club Jiki, Tazo Rostomashvili! ჩვენი მსაჯი ისევ მაიოჩერ კვაშილავა. როგორც ყოველთვის. რაც ხარისხიანია, ის არ იცვლება. ნამდვილად გეთანხმება. Tazo Rostomashvilma წონა ვერ ჩააბრა და ბრძოლას იწყებს -1 ქულით. აქ გაგვახსენეს ისევ, რომ -1 ქულით უწევს ბრძოლის დაწყება. თაზო თუ პირველ რაუნდს მოიგებს 10-9-ს, იქნება ნიჩია, დაიწყება თავიდან ყველაფერი. წავედით. ლურჯ კუთხეში ჯიქია, წითელ კუთხეში თაზო როსტომაშვილი. მძიმელე კიკი გაუტარა როსტომაშვილი. მართლა რაც ახსენე, რომ ტექნიკურიაო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი უკვე. კიდევ ერთი. შესანიშნავი. ძალიან კარგად მუშაობს ფეხებით როსტომაშვილი. და პირველი ცდელობა საინტერესოა. პარტერში უნდა ჩაყვანა ახლა აქ. სტილს, მაგრამ კარგად იცავს აქ. კარგად იცავს აქ თავს როსტომაშვილი. კარგი მუხლები ჯიქიასგან. აქედან გაგზელება გაუჭირდება ჯიქიას ამ პოზიციიდან, მუხლებით უნდა იმუშაონ. აი, ნახოთ ახლა, აი კიდევ ერთი კარგი მუხლი. რაღაც თუ ეს გამძლეობაზე მოქმედებს ეს მუხლები, რა თქმა უნდა, კორპუსში. უფრო აგრესიული გახადა როსტომაშვილი მაგ მუხლავ მე მგონი. შესანიშნავი middle kick-ი. კიდევ ერთი low kick-ი. ძალიან კარგი კომბინაცია აქვს, მაგრამ კარგად იცავს აქ თავი. კარგად იცავს აქ თავს ჯიქია. გაზაბული ბრძოლაა ძალიან საინტერესო. დაუბრუნა აქ ერთი low kick-ი. შესანიშნავი. ანში. აი, კარგი მცდელობა, მაგრამ დაინახა როსტომაშვილმა. ძალიან შორიდან იყო და აქედან გამომდინარე. კარგი ჯები. უფრო მეტ ხელით მუშაობას მოვითხოვდი მე ჯიქიასგან. ახლა კლინჩი ვნახოთ აბა როსტომადან. და ძუდოს გდება გაუკეთა აქ როსტომაშვილმა.
კარგად ჩაიყვანა. ხელი აუგეთ, თემოდა შეგილია მუშაობა. 40 წამი. არმბარზე ცდილობს აქ გადასვლას და დაწება, დასრულდა ამბობა. მერტო შემო. წარმოუდგენელია ეს რა იყო? ძალიან კარგად გადავიდა არმბარზე. ცოტა დაუტოვა როსტომაშვილმა ხელი ქვემოთ და დაინახა, ეგრევე დაინახა და გადავიდა არმბარზე. მომენტალურად გადავიდა ოჩა, მოკლედ. Ladies and gentlemen, your winner, we have first round armbar submission, Georgi Jikia! სალამი გიორგი, დარწმუნებულებ ხო გაგიჭირდება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ სასწაული პერფორმანსი იყო და ძალიან კარგი არბარი იყო, დაინახე თუ არა, ეგრევე გადახვედი არბარზე და დაასაბმითე და მითხარი შენი აზრები, რას ფიქრობდი ბრძოლის დროს და რაუნდის ბოლომდე როგორ მიხვედი? ყველას გამარჯობა. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ გუნდს, ჩემ სტუდენტებს და ჩემ ოჯახს. და ეს ჯგუფი იყო ჩადგმული ისე როგორც მე მინდოდა. და აპირებ თუ არა კიდევ TFC-ზე ასპარეზობ. ლუბოი მადლობა, გიორგი ჯიქია,